დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 13 სექტემბერი და ეხლა გავჩერდით არმისულის სოფელ ლაფანყურამდე რუკაზე, ნახეთ ძველი ეკლესიის ნანგრევები და გვინდა რომ შევიდეთ და მოვინახულოთ ეს ეკლესიაც. აბა მივიდეთ და ვნახოთ. ესე იგი, მეგობრებო, აი ესეთი ძველი ეკლესიის ნანგრევებს მივადექით არმისული სოფელ ლაფანყურამდე. ეს არის წმინდა სამება და კიდევ რუკაზე აღნიშნულია როგორც კოპალა ბოტიგორის საყდარი. ვინ არის კოპალა ბოტიგორი? არ ვიცი მე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუკაზე ასე შეგიძლიათ რომ ნახოთ ეს ადგილი. ეტყობა ეს არის უძველესი რაღაცა საყდარია, ეკლესია იყო, ეკლესიის ფორმა აქვს ნამდვილად. ძალიან საინტერესო ადგილია. ასეთ ბუნებაშია აგებული. აქვე იყო ფაცხა გაკეთებული, მაგრამ ქარმა ახადა ეგერ სახურავი და გდია გვერდზე. ეხლა გავაგრძელებთ ჩვენ გზას. გავივიდით სოფელ ლაფანყურს და ლაფანყურის მერე არის კიდე რამდენიმე საინტერესო ეკლესიები და ბოლო ჩვენი დანიშნულების ადგილი იქნება ესო. ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ რუკაზე ვნახეთ ლამაზი ჩანჩქერები და გვინდა რომ ეს ჩანჩქერებიც ვნახოთ. აბა დროებით. გამოვცდით ჩვენ სოფელ ლაფანყურს და რუკაზე ნაჩვენებია ძველი ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ქვია ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია და გვინდა ავიდეთ ახლა და ნახოთ ეს ეკლესიის ნანგრევებიც. ეხლა გაჩვენებთ გზას, როგორი ასასვლელია ეკლესიის ნანგრევებამდე. საით იყო ის გზა, აი ეს ასეა, ხო? არა, უნდა ჩავთვალოს. საბურავები დაერეთ. ასეთი გზა არის ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესიამდე მისასვლელი. გზად ეკლესიის ნანგრევებამდე რაღაცა პატარა შენობა, ვიღაცა აშენებს წყლის რეზერვუარს. ხო და ეს გზა უნდა გამოვიაროთ და მივალთ ეკლესიამდე.
დავგებე მე ზევით, არა? ბუჩქები და ისინი არ შეგერჩით, კაცო, წამოდი. საწავიდე ბიჭო, გზა არა. ეს სხვა გზაა, კაცო. სად ასე? და მაგ ოფილი საიდან მოვიდა? დინარიდან ამოდის, ხო ნახეთ იქიდანაც ამოსასვლელი. არ შეგვერჭოს ეს ტოპი. გავწია ხო, მაგები. აი მოვედი. სად არის ბიჭო? აგე მოვედით. ვარ ეს დინარი რო ადგილებული აქ აით მოდიოდნენ. სოფელი ლაფანყურის ოდნავ ზევით გზა გადმოდის მდინარეზე, მდინარე ლოპოტაზე და შემდეგ შემოდის ესეთ ადგილას. ეს არის ძველი ეკლესიის ნანგრევები, რომელიც აშენებულია მე-7-მე-8 საუკუნეში. ამ ეკლესიის ნანგრევებს ქვია ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია იყო ეს ოდესღაც. და შემორჩენილია ასეთ ფორმაში. ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს სოფელ ლაფანყურის ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კილომეტრზე, მდინარე ლოპოტას ხეობაში. შუა ტყის გულშია ჩაფლული და თარიღდება მე-7-მე-8 საუკუნეებით. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით და პატარა ნატეხი ქვებით. ვიზუალურადაც ჩანს, გარეთა კუთხეები არის დიდი ლოდებით არის აგებული. ეკლესიას ვიზუალურადაც ეტყობა როგორი დაზიანებულია და დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე შიგნიდან არის სულ მიწით და ეკლესიიდან ჩამოშლილი ქვებით ამოვსებული. ასეთ სავალალო დღეშია და სამწუხარო ის არის, რომ ყოველდღე უფრო და უფრო იშლება და ნადგურდება ეს ისტორიული ძალიან საინტერესო და უძველესი ძეგლი. ლაფანყურის სოფლის შემდეგ მოვინახულეთ ერთი უძველესი ეკლესიის ნანგრევი და ამოუყევით ზევით და აქ არის კიდევ ერთი დიდი ეკლესიის, უძველესი ეკლესიის ეტყობა ამას, ძალიან ძველი ეკლესიაა. მანქანით ბესო ამოხვალ, აი მე რო ფეხი წამოვედი რა, მაგ გზას უნდა გამოყვე, სხვა გზა აქამდე ამოსასვლელი არ არის. და ხო, სურათებში რო არის ჩანს, ეს მანქანა არის ამოსული ჯიპი რო გეუნებოდი. ხო, თუ სურვილი გაქვთ, შეგვიძლია ამოვიდეთ, ერთი წუთი მოიცავ ნახო ესა და ჩამოვალ. ხო და ეს ამ გადაიღე მაშინ ბარემ და რა ვიცი ჩამოდი მე დავნა. კაი. ამ ეკლესიას ქვია საბაუთის ღვთისმშობლის ეკლესია და მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ ეს უძველესი ადგილი. ეს ეკლესია სამი მხრიდან დაცულია ღრმა ხრამით, დაახლოებით 50 მეტრიანი ხრამებია, საიდანაც ადამიანი ფიზიკურად ვერ ამოვიდოდა. მარტო წინა მხრიდან ეტყობა კედლის კვალი დარჩენილია, აშენებული იყო წინა მხარეს კედელი, საიდანაც იყო შემოსასვლელი, ხოლო დანარჩენი ფაქტიურად ეკლესია მდებარეობს, ასე ვთქვათ, კანიონის მაგვარი ადგილია. საკმაოდ დაცული იყო სამი მხრიდან ამ ღრმა ხრამებით. ძალიან საინტერესო ადგილია, მიუვალი ადგილი იყო თავის დროზე და ძალიან სამწუხაროა, რომ დღესდღეობით ყოველდღიურად ეს ეკლესიას, ამ ეკლესიის კედლებს აკლდება თითო ქვა. და
საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ისტორია, ჩვენი მამა პაპების მიერ აშენებული ეს არაჩვეულებრივი თავის დროზე გრანდიოზული ეკლესია ნელ-ნელა ინგრევა და იშლება და მდინარე ლოპოტას მახლობლად ესეთი რიყის დიდი ქვებით არის აგებული. საკმაოდ დიდი ეკლესია იყო. მაგრამ ეხლა ამ ეკლესიისგან დარჩენილია მხოლოდ ესეთი ნანგრევები. ქვიტკირით არის აშენებული და რამდენი ხანი გაძლო ცემენტი ამდენ ხანს ვერ გაძლევდა ნამდვილად. ეხლა მინდა გაჩვენოთ საბაურთის ღვთისმშობლის ეკლესიამდე როგორი ამოსასვლელი გზა არის. გავაჩერებ მაშინ და ავიდეთ ნახოთ. არა, ასვლით მე მგონი კი ავალთ, მაგრამ რაცია წაიღე. ეს გზა არის, რომელიც მიდის ეკლესიის ნანგრევებამდე. ნუ ფაქტიურად ამას მანქანის გზას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამ გზის ზოგიერთ მონაკვეთებში ეთყობა, რომ აქ ოდესღაც მანქანით ამოსვლა შეიძლებოდა, მაგრამ ეხლა ისეა გაფუჭებული ეს გზა, რომ აქ მანქანით ნამდვილად ვერ ამოხვალ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი ქონდა აქ ამოსულიყავით მანქანით და ეკლესიის ეზოში კარგად გაკეთებული მაგიდას კამერები იყო, შეიძლებოდა თითო ჭიქის დალევა და ჩვენი წინაპრების მოგონება. კი, ბაბუ, ჩამოვდივარ ეხლა ფეხით ჩამოვალ მალე. ესეთი გზა არის, ჩახრამული, გაფუჭებულია წვიმისგან. გამარჯობა. აქ გზევით ჩანჩქერი არის, ჩანჩქერზე გვინდა რომ მივიდეთ, ვათ ასე. შეიძლება ხო? არა, იმიზევით აღარ წავალ. კარგით. აბლა მხარეს არის ჩანჩქერი და გადახდები. აჰა, მადლობა. იქეთ აღარ შეიძლება, ხო? არა, პოსტი გვაქვს და მაინც არ გაქვს. კი ბატონო, კარგით. რუსეთის საზღვარია იქ. აუ, რამდენი შეიძლება. ახეთში ბიჭო, მაგარი ადგილებია, მაგრამ არ ვიცი, დაიგე. იქეთი ეს ნელა ბიჭო გამაგარია ეს გამოდის ის წყალი. მაგრამ იქ ვეღარ გადავალ ჩვენ. არა, გადავალ.
როგორც იქნა მოვაქციე ლოპოტას ჩანჩქერამდე. ზევიდან ფეხი ჩამოსასვლელი არ არის. ამ დინარეს უნდა გამოუყვე. რამოდენიმეჯერ ფეხით უნდა გადახვიდე დინარეში და საბოლოო ჯამში მოვედი აი ამ ულამაზეს ჩანჩქერამდე რომ აგე იქით არის ლოპოტას ჩანჩქერი. დინარაზე უნდა გადახვიდეთ ერთი აქ, ერთი იქ. ერთიც აქ. ფეხში შველი დინარეში გადასვლა მაინც და მაინც უსაფრთხო არ არის, იმიტომ რომ ქვები ძალიან სურავს. არის მის საშიშროება რომ ფეხი დაგიცურდეს და წაიქცე და საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო. ამიტომ ფეხზე უნდა გეცვას და ისე გადახვიდე მდინარეში. ეხლა კიდევ ერთხელ მომიწევს მდინარეზე გადასვლა და გამოვალ მდინარე ლოპოტას კალაპოტში, სადაც გზა არის ბულდოზერის მიერ გაჭრილი. სად გადმოვედი ახლა მე? მარტვერა. ფაქტიურად დინარეში უნდა იცურაო რა. კი. უბრალოდ ჩექმები როგორ არ წამოგვიღია, მაგრამ წყალი ჩავიდოდა ჩექმებში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცაბაურთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, მოვინახულეთ. ძალიან საინტერესო ადგილია. აქ ამოსასვლელი გზა საკმაოდ რთულია. ფეხით ამოვედი და მანქანით ამოსვლას არ ვფიქრობდით, ისეთი ძნელი გაფუჭებული გზა არის წყლისგან და წვიმისგან, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი ქონდა ჩვენ აქ ამოსვლის. აქ იყო დაგხვდა ჩვენ ლამაზი მაგიდა და სკამები, გაუმარჯოს იმ ადამიანის მარჯვენას, ვინც გააკეთა ეს მაგიდა სკამები, აი ეს ლამაზი მაგიდა სკამები დაგხვდა და ძალიან გვინდოდა ამოსვლა აქ. ამოვედით. რამოდენიმე ჭიქა დავლიეთ, მოიხსენიეთ ჩვენი წინაპრების სულები. თქვენ კაი მაგიდა გააქვთ, მაგრამ კაი სუფრაც ხონდა ჩვენ აქეთ, მაგრამ დავშალეთ და ეხლა ვაპირებ წასვლას. კი, ყველაფერი ზომიერად ჩავატარეთ, გადასარევად. ძალიან კაი ადგილია, ვისაც ეს სიამონება შეუძლია ამოვიდეს და ეს მაგიდა ვინც დატოვა, გაუმარჯოს ღმერთმა, ამ შევშალს ბევრია, სამფეხები რაღაცა. მაყალის ბევრი არის და მაყალიცა და ყველა. ღვინოც არის დატოვებული დაჟე ეგერ-ეგერ. კი და მე რომ დანგრეული გზები განახეთ, მაგზის გარდა აქ ყოფილა კიდე მეორე გზა. ხო და იმ გზით შეუძლია ნებისმიერ
ანქანას მაღალი გამოვლობის ჯიპს ამოვიდეს და ისიამოვნოს ამ სილამაზით. არც ისე რთულად ხო? არა, ხო. არ არის ძალიან რთული ამოსასვლელი გზა. ანუ აბა, კარგად ბრძანდებოდეთ ყველა. კარგი მაგ მომავალ შეხვედრამდე. ვარდა ვიჭიმები ქემოვიყვან ქალსავო ძმა ბიჭები მხარს მიბამენ მომყვებიან თანავო ერთი გოგო შემიყვარდა ზემორაჭის თასავო მიდი ფანდურს ჩამოგარი გავაგონებ ხმასავო ბევრი გზები მოვიარე ლამაზი და მოკარგული მერე ღობეს გადავხედე თვალწინ მიდგას დახატული დედამისმა შემომკივლა შეხედვაც არ გაბედო შენის თანაუსაქმური ვის ჭირდება საბედო